Პირველში უნდა აღინიშნოს ქალბატონ დიანა, რომ პროცესები ეს იყო ივნისში და ივლისში უკვე იყო გაწერილი პროცესი, რომელიც მხარეები შევთანხმდით და უნდა ყოფილიყო ჩანიშნული და თვეში იყო ერთი პროცესი დაგეგმილი, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ უეცრად შეიცვალა ეს პოზიცია და სასამართლომ ასე ვთქვათ, საუბრობდნენ, რომ აი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს ლამის ისეთი ინტენსივობით იყო ჩანიშნული. ამ ტემპით თუ წავიდოდით და თვეში ერთი პროცესი ჩაინიშნებოდა, შესაბამისად ხანგრძლივ ვადას მოითხოვდა აღნიშნული პროცესის განხილვა, იმიტომ რომ უნდა გამოიკითხოს მოწმეები, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს და უნდა იქნას გამოკვლეული. რაც შეეხება აი ამ ინტენსივობას, რაც საქმესთან დაკავშირებით, აი რა თქმა უნდა, ამასთან შეიძლება ჩვენ გქონდეს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკოსების მიმართ დადგეს გამოთქმული განაჩენი და ეს გამოიყენოს მათი პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლად. ანუ ბერკეტად გამოიყენოს, იმიტომ რომ ქალბატონ დიანა ამ საქმეს ბრალდების დადგენილების წარდგენიდან დღემდე არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია და ის მხოლოდ აბსურდზე არის დაფუძნებული. ამ აბსურდში ჩვენ ადვოკატები ვრწმუნდებით დღით დღე, როდესაც მოწმეები მოდიან და სასამართლო დარბაზში აძლევენ ჩვენებას, რომელიც თვითონ პროკურატურის მხარის წინააღმდეგ არის ეს ჩვენებები მიმართული. მაგალითად დღეს იყო რამდენიმე მოწმე, ხომ ასეა? დიახ, სასამართლო პროცესზე დაიკითხა რამდენიმე მოწმეები, მათ შორის რომლებაც ისაუბრეს მამუკა ხაზარაძეს მიმართებით, ყველა მოწმემ აბსოლუტურად დაადასტურა, რომ მათ არ გაუგიათ რაიმე უკანონო მოწოდება მამუკა ხაზარაძის მხრიდან, დაუშვათ პარლამენტში შეჭრისკენ პირობითად, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისკენ მოწოდება, ანუ ასეთი მსგავსი არ იყო ადგილი და არ გაგვიგონიო თვითონ მოწმეებმა განაცხადეს და ისინი მიუთითებენ და საუბრობენ თავიანთ ვარაუდებზე. აი მაგალითად ერთ-ერთმა მოწმემ დღეს თქვა, რომ ხალხი როდესაცო ემოციებითო უკმაყოფილებას გამოხატავენ და სხვადასხვა სიტყვებს ეძახდნენ ხელისუფლებას, ეს იყო რუსების მონებო და სხვადასხვა სიტყვებსო, აი ამ პროვოცირებასო თავისი მოსაზრების საფუძველზე უკავშირებდა იმას, რომ იქ რომ იდგა პოლიტიკოსები და მათ შორის მამუკა ხაზარაძე, თითქოს და ეს ადამიანები აპროცირებდნენ და პროვოცირებას უწევდნენ ამ ადამიანებს და მოწმე იძახის, რომ ეს არის ჩემი მოსაზრებაო და მე ვფიქრობ და ასე აღვიქვიო. რაც შეეხება ის, რომ მოწმე რა არის, როდესაც მოწმე მოდის სასამართლოში, მან უნდა ისაუბროს კონკრეტულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც მან უშუალოდ დაინახა. მოწმეს არ დაუნახავს, რომ მამუკა ხაზარაძე რაიმე ქმედებებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას თვითონ განაცხადა, მოწმემ თქვა, რომ როდესაც იყო ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი აქციაზე და მიტინგზე და ეს ბუნებრივია თავისთავად, მას არ ესმოდა, ის ვერ არჩევდა იმ სიტყვებს და იმ შეძახილებს, რაც აქციაზე იყო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოწმე იძახის, რომ მე ვიყავი მაგალითად დაშორება ჩვენსა და ხალხს შორის და სადაც მამუკა ხაზარაძე იყო, პირობითად იყო 200 მეტრი, 250 მეტრი. როგორ შეიძლება 200 მეტრის და 250 მეტრის დაშორების რადიუსში პოლიციელმა მოწმემ გაიგოს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის თუ ან სხვა ნებისმიერ პოლიტიკოს, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, რომ რა მოწოდებას ახორციელებდნენ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ასეთი ბუნებაში არ ყოფილა, ყველა მოწმე ამბობს ამას და ადასტურებს, რომ მსგავსი მოწოდება არ იყო. დანარჩენ ყველაფერს პროკურორს მოწმეებს პროცესზე თქვენი დაკვირვება რა შთაბეჭდილებას გიქმნით, რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენებისკენ მიმავალი საქმეა? ქალბატონ დიანა, თუმცა ერთ საქმეთაა გაერთიანებული. დიახ, ერთ საქმეთ არის. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ მე ამ შემთხვევაში როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ასევე მოგეხსენებათ საგამოძიებო კომისიის საქმეზეც ვიყავი მათი ადვოკატი, შესაბამისად იმ საქმიდან დღემდე რა საქმეებიც აღიძრა ამ ადამიანებს და ფულის გათხრების საკითხიც რომელიც იყო უფრო წინ უსწრებდა, ყველა ეს იქ გამტყუნება იყო, მაგრამ დაკავება არ ყოფილა. დიახ, მაგრამ იქაც ხანდაზმულობის პრობლემა იყო და ძალიან დიდი სამართლებრივი პრობლემა იყო და პრობლემის წინაშე დადგა სასამართლოც, სასახად რა თქმა უნდა, იქაც აბსურდული და გაუგონარი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სრული ნონსენსი იყო სამართლებრივად. რაც შეეხება, ანუ აღარ გავშლი და აღარ ვისაუბრებ დეტალურად იმ საქმეზე, უბრალოდ იმ საქმეზე, სადაც უშუალოდ მე ვიყავი ჩართული, ვისაუბრებ რა ეს საქმეები, რომლებიც ამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართებით, აქ არის ცალსახად ერთი რამ, ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ადვოკატებმა, რომ ეს საქმე არ უკავშირდება არანაირ მართლმსაჯულების განხორციელებას და საერთოდ არანაირ დანაშაული ქმედების აკუთას ქალბატონ დიანა. ეს საქმეები არის მათი პოლიტიკური დევნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში და ამ ადამიანებს უნდათ, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიული მართლობა და თქვენი აზრით არის ეს საქმე თავად შეიცავს შანტაჟის ელემენტს, რომ თუ არ გახვალ რაღაც ტიპის შეიძლება პოლიტიკური გზავნილი, რომ თუ არ გახვალთ პოლიტიკური სცენიდან და ასე შემდეგ, ანუ საქმე მიდის თუ არა ისე, რომ გარკვეული ვერსიის შემთხვევაში გამამართლებელი ან ძალიან დაბალი სასჯელი
სასჯელით ან არაპატიმრობით დასრულდეს, ან სხვა ტიპის განვითარების შემდეგ, ანუ პოლიტიკურ პროცესზე არის თუ არა მიბმული განაჩენი თავიდან ბოლომდე თავისი, ასე ვთქვათ, ზომით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვიძლია ვისაუბროთ და საფუძვლიანი ეჭვები ჩდება, როდესაც საქმე დაჩქარდა, საქმის განხილვები, ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს წინა ისტორიები და შესაბამისად შეიძლება ასე ვთქვათ, უპირაში ორი პროცესია ერთი უნდა ყოფილიყო. შეიძლება კიდევ სასამართლომ დღეს გაგვიცხადა, რომ შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი დღე დავამატოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვყოფნისო მოწმების დაკითხვისთან დაკავშირებით. როდის უნდა დასრულდეს ამ რეჟიმით ამაზე პასუხი არ მაქვს ქალბატონ დიანა, ვერ მექნება, თუმცა პროკურატურის ანუ ესე იგი, ასე ვთქვათ, мотиваცია არის რომ და სასამართლოსი რომ ძალიან მალე დაამთავროს ეს საქმე და დადგეს გამომტყუნებელი განაჩენი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, ბჭყალებში პოლიტიკური სასჯელი და არა სამართლებრივი, ამით პოლიტიკური სასჯელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ერთი მინდა ვთქვა ქალბატონ დიანა, რომ ანუ მე პოლიტიკური ნაწილის შეფასებაში თვითონ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით არ განვავრცობა, ერთადერთი სიტყვი რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში, მამუკა ხაზარაძემ მან იცოდა სასჯელი, მოსალოდნელი სასჯელი, რა თქმა უნდა, ის გადიოდა კონსულტაციას ადვოკატებთან ჩვენთან და რა თქმა უნდა, იცოდა გამომტყუნებელი განაჩენის დროს მას რა თქმა უნდა რა ელოდებოდა და ის წავიდა ამ ნაბიჯზე, ის არ შეუშინდა თუნდაც იმას, რომ მან სასჯელი მოიხადა უკანონო თავისთავად და მას მიესაჯა ბატონ ბადრის თავისუფლების აღკვეთა და ისინი იმყოფებოდნენ საჯარისოების დაწესებულებაში. მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია პოლიტიკური საქმიანობა, ის იყო ყოველდღიურად ჩართული ამ პოლიტიკურ საქმიანობაში და მე როგორც ადვოკატი ქალბატონ დიანა ყოველდღე მქონდა შეხება და მის ადვოკატებს ბატონ მამუკასთან და ბატონ ბადრისთან შესაბამისად ძალიან მინდა დაგიდასტუროთ, რომ ძალიან აქტიურად იყვნენ ისინი ყველა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და მათ შორის იყო საჩინო პერიოდიც ჩვენ გვახსოვს და შესაბამისად ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თუ ჩართულობა, რომელშიც უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური ლიდერი, ისინი აგრძელებდნენ ჩვეულებრივ ამ საქმიანობას და ეს არ აღმოჩნდა დაშინების მექანიზმი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართებით. რა თქმა უნდა, ასე რომ განვიხილავთ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიზახე, რომ მათ პოლიტიკურ გეგმებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მაგალითი რაც გქონდა და ფაქტთან დაკავშირებით ვსაუბრობ და შესაბამისად ის რომ ეს ადამიანები რჩებიან პოლიტიკაში და აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა ეს საქმე თავის შინაარსით, თავის აბსურდულობით, ხო? რა თქმა უნდა მიუთითებს იმას, რომ ეს პოლიტიკური დევნა გრძელდება და სწორედ ხელისუფლება იქნებს მექანიზმად კვალიფიკაცია შეიცვალოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი 2-დან 4 წლამდე, მაგრამ არის 15 წლამდე პატიმრობებიც ამ მრვალ ლიდერს შორის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიდგომა, სხვადასხვა სასჯელის სავარაუდო ზომა. აი ამ მტკიცებულებებით რითაც ბრალი აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფ პირებს და სხვა პოლიტიკოსებს მათ მიმართ იხილება საქმე და რა მტკიცებულებებიც არსებობს საქმეში, ამ მტკიცებულებებზე გამორიცხულია, რომ ნებისმიერ ჩვეულებრივ ნორმალურ სახელმწიფოში სამართლიანმა სასამართლომ მიიღოს გამომტყუნებელი განაჩენი. აქ არ არის საუბარი რაღაცაზე გადაკვალიფიცირდეს, შემსუბუქდეს, მოდი ნაკლები სასჯელი ბჭყალებში მივიღოთ ასე შემდეგ. აქ არის საუბარი ქალბატონ დიანა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს ბრალდებული სტატუსით ამ დღევანდელ მდგომარეობაში და სასამართლო პროცესებზე და მათ მიმართ მხოლოდ და მხოლოდ უნდა იქნას ერთადერთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყველა მათგანი უნდა იქნას უდანაშაულო ცნობილი. ეს არის საუბარი ნორმალურ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. რა არის, აი რომ ეს თქვათ კითხონ დაინტერესებულმა იურისტებმა თუნდაც, რა არის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებზე აი ამ საქმეში? დიახ, ამ საქმეში ქალბატონ დიანა ჩვენ პროკურატურამ გაგვაცნო და ესეთი თავმოწონებით ამბობს, რომ არის 46 ტომი ამ საქმეში და ვითომ შექმნა ის ილუზია პროკურატურამ, რომ თითქოს და ამ 46 ტომში არსებობს რაღაცა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულად რაღაც დანაშაულებრივ ქმედებას. მინდა გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მოწმების ჩვენებები, პოლიციელი მოწმების ჩვენებები, რომლებიც მოდიან სასამართლო დარბაზში და პირიქით ამყარებენ დაცვის სტრატეგიას, ჩვენს ასე ვთქვათ სტრატეგიას და ადასტურებენ იმას, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო მოწოდება არ ყოფილა არც ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ამას როგორ ადასტურებენ მაგალითად? აი ეს მაგალითად თქვა მოწმემ, რომ მე არ გამიგია და ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძე მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ ან ძალდრული ქმედებებისკენ. ეს თქვა მოწმემ, ამას ადასტურებს. სწორედ ამას ვამბობთ, რომ არანაირი ქმედების დამადასტურებელი თუნდაც სხვა ნეიტრალური მტკიცებულება თუ მოწმე არ არსებობს. რაც შეეხება ქალბატონ დიანა მოსაზრებებს, რომელზეც აფუძნებს ესე იგი მოწმე, ის
საუბრობს თავის მოსაზრებებზე, რომ მე წარმომექმნე ეს მოსაზრება. მტკიცებულებითი ნაწილში, ფაქტობრივ ნაწილში რა თქმა უნდა, არაფერი. მტკიცებით ფორმაში ვერც ერთი პოლიციელი მოწმე ვერ უთითებს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე აპირებდნენ შეჭრას პარლამენტში, ვერც ერთი მათგანი მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობს და ამბობს, რომ ასეც ადგილი არ ქონია, რომ ისინი რაღაც ხერხებით ცდილობდნენ დანაშაული ქმედების განხორციელებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საქმეში ტერმინი ჟესტიკულაცია, რომელიც შემოვიდა აი ამ დაკითხვის დროს და მოწმე ამბობს, რომ მე ჟესტიკულაციით აღვიქვით, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივაქციოთ ყურადღება, რომ აქაც მოწმე ამბობს, რომ ჩემი მოსაზრებით აღვიქვი, რომ ჟესტიკულაციით მოუწოდებდა მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე ადამიანებს და მოქალაქეებს პარლამენტის შეჭრისკენ. როდესაც იყო კითხვა დაცვის მხრიდან, რომ კონკრეტულად ჟესტიკულაცია რაში გამოიხატა, ეს იყო ხელის დაქნევა პირობითად, რაღაცა სიტყვასთან ერთად რომ მოდი წავიდეთ სადმე, შევიჭრათ სადმე, რაღაცა ქმედება ხო უნდა განხორციელდეს ჟესტიკულაციაში, ხო? ანუ ეს ხო არ არის მარტო რომ სიტყვაზე ადამიანს შეხედო და რა ამოიკითხო მის სახეზე ის რას ფიქრობს. თუმცა სწორედ მოწმე ამას ამბობს, რომ ჩემი მოსაზრებით აღვიქვი, რომ ის ჟესტიკულაციით მისი ანუ ჟესტიკულაცია რა არის? ანუ სახის გამომეტყველებით, მაგალითად, რაღაცა მიმიკით, თვალის ჩაკვრით პირობითად, მისი ხელის მოძრაობით პირობითად, რაღაცა თვალის დახამხამებით, ანუ ამით აღიქვა პოლიციელმა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე რაღაცას მოუწოდებდნენ და ეს არის საკმარის ქალუტონდიანა, რომ გაუმტყუნებელი განაჩენს და ერთვას ეს მტკიცებულება საფუძვლად ეს რა თქმა უნდა ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და იმას მოკლებული არის თავისთავად. ამ ეტაპზე ხუთშაბათს გაგრძელდება ეს საქმე მომდევნო პროცესი. კი ბატონო, არჩე, მადლობა.